ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების დახლებიდან ამოღება მიმდინარეობს. მოგვიანებით კი ისინი განადგურდება. საუბარია დანონი ნუტრიციის შეტყობინების საფუძველზე დაწყებულ მოკვლევაზე. უფრო ცვლად ნინი მაისურაძემ მოგვიყვება თემის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით საქართველოში დონანის ბავშვთა პროდუქციის კონკრეტული პარტიების შემოწმება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება ეხება პრევენციულ ზომას და არა სურსათის დარღვევას ან რაიმე ფაქტის გამოვლენას. ამ გადაწყვეტილების შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავად დანონის იმპორტიორმა კომპანიამ მიმართა და კონკრეტული პროდუქციის ბაზრიდან გამოწვევა ითხოვა. ეს გადაწყვეტილება კი უკავშირდება ევროპის სურსათის სააგენტოს ორგანოს მიერ 2 თებერვალს მიღებულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ბავშვთა კვების პროდუქციაში ცერული დინის დასაშვები ნორმა შემცირდა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან კი იმპორტიორმა კომპანიამ საქართველოს ბაზარზე დაუყოვნებლივ დაიწყო სარეალიზაციო პარტიების შემოწმება. საუბარი არის 7 კონკრეტულ პარტიაზე. მონიტორინგის შედეგად, როგორც ოფიციალურ განცხადებაში არის ნათქვამი, ჯერჯერობით არ აღმოჩენილა ეს პროდუქტი ბაზარზე, თუმცა მოკვლევა გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტო კი სრულად აკონტროლებს პროცესს და დამატებითი რისკების შემთხვევაში მოქალაქეებს მიაწვდის ინფორმაციას. სურსათის ეროვნულ სააგენტოში დანონის ბავშვთა კვების იმპორტიორი კომპანიისგან შემოვიდა შეტყობინება კონკრეტული ბავშვთა კვების წარმოებული სურსათის პარტიების ბაზრიდან ამოღებად გამოთხოვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია უკავშირდება ევროკავშირის ქვეყნებში ცერუდილის ტოქსინის ზღვის შემცირებას. კონკრეტული ნორმის ზალაში შესვლის შემდგომ მანამდე წარმოებული სურსათის ამოღება გამოთხოვას ახორციელებს კეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორი, რაზეც სურსათის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობას აკეთებს. აღნიშნული პროცესი დაწყებულია, მიმდინარეობს. ამ მომენტისთვის აღნიშნული პარტიის ქსელში განთავსების ფაქტი არ გამოვლენილა. ხდება ინვენტარიზაცია საწყობებით, სადმე არ იქნეს გამორჩენილი ეს პროდუქცია, რომელიც ამოღებას ეკვივალენტურება ცალკე იქნება დაილუქება ცალკე და მერე შემდგომში მოხდება მისი უტილიზაცია კანონმდებლობის დადგენის წესის შესაბამისად. ეს ინვენტარიზაცია ხდება როგორც საწყობში, ასევე ყველა ქსელებიდან. ჩვილ ბავშვთა კვებაში არსებული ბოლო დროს შესაძლო რისკებიდან გამომდინარე მედიკოსები რეკომენდაციებს გასცემენ მიუხედავად იმისა, რომ ამ ნივთიერებით საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა ინტოქსიკაციის შემთხვევები. საყურადღებო სიმპტომებად პედიატრები და მედიკოსები დიარეას, ღებინებას და საერთო სისუსტეს ასახელებენ. თუ ბავშვს ხელოვნური კვების პროდუქტის მიღების შემდეგ დაიწყო ღებინება, ეს პერიოდი შეიძლება იყოს თქვათ 9 საათიდან გაცილებით უფრო მეტი დროის განმავლობაში და პირდაპირ უკავშირდება აი ამ ხელოვნური რძის პროდუქტის მიღებას, მაშინ პირველ რიგში რა თქმა უნდა უმჯობესია მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას ან მიმართონ ექიმს. რა თქმა უნდა ერთჯერადი ღებინება საშიში არ არის, ერთჯერადი ღებინებას არ შეუძლია გამოიწვიოს რაღაც მნიშვნელოვანი ძვრები და ბავშვის ზოგადი მდგომარეობის დამძიმე, მაგრამ თუ ეს ღებინება რამდენჯერმე განვითარდა დღის განმავლობაში, მაშინ რა თქმა უნდა გაუწყლოების რისკი არის ძალიან მაღალი, ასე რომ რძის პროდუქტის მიღება, ხელოვნური რძის პროდუქტის მიღება და რამდენჯერმე დღის განმავლობაში განვითარებული ღებინება უნდა იყოს პირველი ნიშანი მშობლისთვის, რომ ბავშვს სჭირდება სამედიცინო დახმარება. ცერული დინის ტოქსინის ნივთიერება, რომლის ჩვილ ბავშვთა კვებაში შესაძლო აღმოჩენის და რისკების გამოც კომპანიები, საერთაშორისო კომპანიები იანვრის დასაწყისიდან იღებენ თავიანთ პროდუქციის გარკვეულ ნაკადს ბაზრიდან. ამის პარალელურად სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს და მოქალაქეების დროულ ინფორმირებას და ბაზრის მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს.